ფარიძის სულისკვეთება შეიძლება ითქვას, რომ იზიარებს ყველა ხედავს გამოსავალს ერთში. ერთიანი საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ. პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამისთვის საჭიროა როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობლივი სულისკვეთება, წარსულის გადააზრება, გადაფასება და ერთობლივი მოქმედებები. თუ არ ვიცი ვინმე რჩება, ვინც ფიქრობს, რომ ის რაც იმაზე გერბზე გვიწერია, ძალა ერთობაშია, რასაც არ ვიცი, სკოლაში ვასწავლით ბავშვებს და რაც არ ვიცი, სულ ვამბობთ, რომ არის ჩვენი დევიზი, ხა ამის გარდა თუ სხვა რამე ალტერნატივა არსებობს იმის მერე კიდე რაც ვნახეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში, რა ვიცი, მაშინ ამ ადამიანებმა გააკეთონ რაღაცა სხვა, ხოლო ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ერთიანობა არის დღეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ის ადამიანები გავაკეთებთ ამ ერთიანობას. ქართველი ხალხი დადგება ერთად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ეს ერთობა იქნება იმ სულისა, როგორც იყო 80-იანი წლების ბრძოლა კომუნისტური რეჟიმების წინააღმდეგ, ის როგორც საბჭოთა კავშირში, ისე აღმოსავლეთ ევროპაში, როდესაც მთელი ერები, მაგალითად პოლონეთის მთელი ერი, როგორც ერთიანი ორგანიზმი დადგა სოლიდარობის მეშვეობით რეჟიმის წინააღმდეგ და დაამარცხა ის რეჟიმი, რომელიც აკრძალა ოპოზიცია, აკრძალა ის ხალხი, ვინც საბოლოოდ დაამარცხეს ის და ეს არის მე მგონი ერთადერთი გზა იმ სამყაროში, რომელსაც ქვია დისიდენტური ბრძოლა ავტოკრატების წინააღმდეგ, რომელიც ყოველთვის დამთავრდება გამარჯვებით, იმიტომ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ჩვენს გულშია და ისინი იბრძვიან იმისთვის, რაც მათ ჯიბეშია. ზურასნაირი ადამიანები, ვინც ყოველთვის პრინციპში კონსოლიდაციის მომხრე იყო, კიდევ უფრო პოზიტიურ როლს შეიტანს ამ საქმეში, რაც არის საჭირო დღეს. იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად თვითონ იყოს კონსოლიდირებული, შენ თუ არ იქნები, ბუნებრივია რომ ვერ აჯობებ იმ საქმეში, რომელიც არის და ეს საქმე არის რომ დემოკრატიულად და არჩევნებით შევცვალოთ ხელისუფლებას. საქართველოში უნდა დასრულდეს ის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ველოდებით ციხის კარებთან ან ქუჩაში და იქ ხვდებით ხოლმე ერთმანეთს და უნდა მოვიდეს ის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე. მომავალზე და ხედვებზე ისაუბრეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ზურა ჯაფარიძის საცხოვრებელ სახლთან. სწორედ დღეს დასრულდა 7 თვიანი უკანონო ტყვეობა გირჩი მეტი თავისუფლების დამფუძნებლის თეატრალურ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. სწორედ 7 თვე ჰქონდა მას სასჯელი შეფარდებული და სრულად მოიხადა ზურა ჯაფარიძემ ეს სასჯელი. პოლიტიკოსის პირველი პოლიტიკური გზავნილი იყო ერთიანობასთან დაკავშირებით. ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვა. სხვათა შორის სულ ცოტა ხნის იმ პენიტენციურმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა განცხადება ზურა ჯაფარიძის თემასთან დაკავშირებით. ახლა თავს იმით იმართლებს პაატას ალიას უწყება, რომ მათი გადასაწყვეტი იყო, რომელ საათზე გამოუშვებდნენ ზურა ჯაფარიძეს. ირწმუნებიან, რომ ინფორმაცია, რომელიც გავრცელა ჯაფარიძემ, რომ მას რამდენიმე დღის წინ უთხრეს, რომ 11-ის ნახევარზე გაუღებდნენ ციხის ყარს, არ შეესაბამება სიმართლეს.